მესამე სცენარს ქვია Big Rip, დიდი გახლეჩა. პირველ სცენარში ბნელი ენერგია უცვლელი რჩებოდა, მეორე სცენარში ბნელი ენერგია დაცოტავდა, შეცოდავდა და შესაბამისად გრავიტაცია გაიზარდა და ყველაფერი უკან მიიზიდა. და ეს მესამე სცენარი არის, როცა ბნელი ენერგიის რაოდენობა იმატებს. თუ ბნელი ენერგიის რაოდენობა იმატებს, მაშინ ეს აჩქარება კიდევ უფრო კატასტროფული დოზით გაიზრდება. და ბოლოს ეს ყველაფერი ერთმანეთისგან გაიქაჩება და ჩაწყდება. და ყველაფერი დაიშლება. ჯერ galaktikები, პლანეტები და ბოლოს ატომებამდე მივა. და ბოლოს ატომებიც რომ დაიშლება, ბოლოს დაიშლება მთელი სივრცე დრო. და სამყარო კი ელასტიურია, მაგრამ ამხელა გაწელვას ვერ გაუძლებს და ცუდი იქნება ბოლოს. ეს არის მესამე სცენარი. თანამედროვე დაკვირვებებს რომ გადავხედოთ, ამ სამი სცენარიდან ყველაზე რეალისტური არის პირველი, Big Freeze. ჯერჯერობით ეგრემედის საქმე რომ აქ სცენარი უნდა იყოს მართალი. რადგან დაკვირვებების მიხედვით ბნელი ენერგიის შემცირება არ ფიქსირდება. ან უცვლელია ან იმატებს. მოდი განვიხილოთ დროის ჩარჩო. ეს ყველაფერი რა დროში შეიძლება მოხდეს. და ახლა რამეს რომ ვაკეთებთ, ხომარ ღირს ხელი ჩავიქნიოთ, რადგან ან სამყარო გაიყინება და ან სამყარო გაწყდება და ან სამყარო შეეჯახება ერთმანეთს. შემეძლეთ ამ ყველაფერის ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ახლა რა ციფრებსაც გეტყვით, თვად ეგრეც არ ამგონია გეფიქრათ. თუ მოხდება პირველი სცენარი და გაიყინება ყველაფერი, დიდი გაყინვა თუ მოხდება. ეს არის სცენარი, სადაც ვარსკვლავები ბოლომდე უნდა ჩაიწვას. ჩაიფერფლოს და ჩაცარიელდეს. ბოლო ენერგიაც კი უნდა გამოეცალოს ყველაფერს. რაც კი იწვის და რაც კი მოქმედებაშია, ყველაფერს ენერგია უნდა გამოეცალოს. ამას კი დიდი დრო ჭირდება. იმდენად უნდა ჩაიწვას და ჩაიფერფლოს და ჩაითუთქოს ყველაფერი, რაც კი არსებობს, ვარსკვლავებიდან ყველაფრიანად, რომ სამყაროს ტემპერატურა აბსოლუტურ ნულს მიუახლოვდეს. და ამას დაჭირდება 100 ტრილიონი წელიწადი. რამდენიმე ყოფილა დასაწვავი. თუმცა ეს არის დრო, როცა ბოლო ენერგია ჩაიწვებოდა. სიცოცხლეები გაცილებით ადრე აღარ იქნება. თუმცა ეს გაცილებით ადრეც არ არის იმდენად ადრე, რომ ჩვენ შეგვეშინდეს. სულ მცირე მილიონობით წელი მაინც იქნება. ამიტომ გააკეთეთ, რასაც აკეთებდით მაინც.